რა არის მაქსიმალური სიმაღლე, რაც ადამიანი შეიძლება იყოს? ყველას გსურს, რომ უფრო მაღლები ვიყოთ, მაგრამ ყველანაირი შეზღუდვა რომ დავივიწყოთ, რა არის მაქსიმალური სიმაღლე, რაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს. ყველაზე მაღალი ადამიანი იყო რობერტ უოდლოუ, რომელიც 1918 წელს დაიბადა. იგი იყო დაავადებული იშვიათი დაავადებით, ესაა ჰიპოფიზის ჰიპერფუნქცია, რომელიც ეხმარებოდა, რომ ზრდის ჰორმონი გამოეყო ჭარბი რაოდენობით. რა თქმა უნდა, მისი ზედმეტი სიმაღლის გამო იგი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მისი სიმაღლე იყო 272 სანტიმეტრი, ხოლო თეორიულად მაქსიმალური სიმაღლე ადამიანის ბევრად მეტია. ამისათვის უნდა შევხედოთ ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა შეზღუდვებს, როგორიცაა ძვლის სიმტკიცე, რომლის დასთან ერთად ჩვენი წონა იზრდება კუბურად, ხოლო სიმტკიცე კვადრატულად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური სიმაღლის ადამიანს ხშირი პრობლემები ექნება სიარულისას ძვლის ჩატეხვის. ასევე პრობლემები ექნება სისხლის მიწოდებაში, რადგან გული ვერ შეძლებს ტვინში, რომ მიაწოდოს საკმარისი რაოდენობის სისხლი. და კუნთების დატვირთვა, რომელიც ვერ გაუძლებენ ასეთ წონას, რის გამოც ხშირი იქნება პრობლემები სიარულში. ასევე ფილტვები დიდი უნდა იყოს, რათა დააკმაყოფილოს ამხელა ორგანიზმი. საბოლოოდ, თეორიულად მაქსიმალური ადამიანის სიმაღლე არის 4 მეტრი, ხოლო მისი წონა იქნება დაახლოებით 450-დან 500 კილოგრამამდე.